იაპონია გეგმავს, რომ დედამიწა და მარსი ერთმანეთს კოსმოსური ლიფტით დააკავშიროს. გეგმის მიხედვით პლანეტიდან პლანეტაზე მგზავრობა რეკორდულ დროში მოხდება. თუმცა იაპონიამდე კოსმოსური ლიფტის იდეის ორგანიზება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. პირველი ეს იყო დედამიწის ზედაპირიდან დედამიწის კოსმოსურ ორბიტამდე. მეორე კი დედამიწიდან მთვარემდე. კოდის ამ ეპიზოდში ვსაუბრობ კოსმოსური ლიფტების, ამ წარმოუდგენელი ინჟინერიის პროექტებზე. რა თქმა უნდა, დავიწყებ სიახლით. იაპონიის გეგმა კოსმოსური ლიფტი დედამიწიდან წითელ პლანეტამდე. ჯერ კიდევ 2012 წელს იაპონურმა კორპორაციამ ობაიაშიმ კოსმოსური ლიფტის მშენებლობის შესახებ დაანონსა, რომელიც თქვენთვის სასურველ ნივთს ან თავად თქვენ სხვა პლანეტებზე მოგახვედრებდათ, მაგალითად მარსზე. თანაც გაცილებით მალე და გაცილებით იაფად. ეს იქნებოდა საშუალება, რომელიც რეკორდულად მოკლე დროში სხვა სამყაროებში გამოგზაურებდათ. შემდეგ ეს საკითხი მინანდა და არააქტუალური გახდა. მისი ბიუჯეტის, ტექნიკური სირთულეებისა და ინჟინერიის წარმოუდგენელი დაგეგმვის გამო. ახლა კი ისევ გააქტიურდა. მეცნიერების შეფასებით 6-8 თვის ნაცვლად, რა დროც არის საჭირო მარსამდე მისასვლელად. კოსმოსური ლიფტი ამ ყველაფერს 3-4 თვეში ან სულაც 40 დღეში შეძლებს. მსგავსი იდეა აქამდეც გაჟღერებულა, თუმცა მისი სისრულეში მოყვანა იაპონელმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს. კომპანია ობაიაში კი სწორედ იმით გახდა ცნობილი, რომ მან მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ტოკიო სკაიტრი ააშენა. როგორც ჩანს, ის საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს. მშენებლობა, რომელიც 100 მილიარდი დოლარი დაჯდება, 2025 წელს დაიწყება, ხოლო მისი დასრულების თარიღად 2050 წელი მოიაზრება. იოძი ისიკავას, პროექტის ავტორის თქმით, რომელიც კომპანიის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილებაში მუშაობს, ამჟამად ის პროექტის შავ მასალაზე მუშაობს და შესაძლოა მისი სისრულეში მოყვანა 2025 წელზე გვიანაც დაიწყოს. იაფი გზა კოსმოსამდე. ადამიანებისა და ობიექტების კოსმოსში გაგზავნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მაგალითად, NASA-მ დაითვალა, რომ არტემისის პროექტის 4 მისია მთვარეზე 4,1 მილიარდი დოლარი ჯდება. მიზეზი დიდი რაოდენობის საწვავია, რაც რაკეტას სჭირდება კოსმოსში მოსახვედრად. კოსმოსური ლიფტის შემთხვევაში კი არ იქნება საჭირო რაკეტა ან საწვავი. პროექტის თანახმად ისინი ტვირთს ორბიტაზე ელექტრომაგნიტური სატრანსპორტო საშუალებით მიიტანენ, რომლებსაც ალპინისტები უწოდეს და რომლებიც მზის ენერგიით და მიკროტალღებით დაიმუხტებიან და შესაბამისად საწვავის აუცილებლობაც აღარ დგება. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.